წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ეთერში. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი, ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. რაც შეეხება გადაცემას, ეს მათთვის, ვინც პირველად გვისმენს, რა თქმა უნდა, სიახლე არ არის, თუმცა დავიწყეთ 2025 წლის გადაცემათა ციკლი. ეს არის გადაცემა ჩვენს კულტურაზე, ეთნოგრაფიაზე, წარსულზე, ისტორიაზე. გადაცემა, რომელიც თითქმის მეორე წელი სრულდება, გადის პირდაპირ ეთერში, 60-მდე გადაცემა გვაქვს. ყოველ ჩვენი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე რადიო ათინათი წერტილიჯი, ჩვენს Facebook გვერდზე რადიო ათინათი და აბსოლუტურად ყველა გადაცემა YouTube-ზე. ამ გადაცემას უძღვებით ორნი, მე სოფიო ხუსიშვილი და ისტორიკოს-მკვლევარი დანილაშა ჯიქია. ძალიან მოვემზადეთ, ძალიან ველოდებოდით ამ დღეს, ახალი სეზონის დაწყებას და შევიკრიბეთ როგორც იქნა. საღამოშვიდობის ბატონლაშა. საღამოშვიდობის, ძალიან მიხარია ისევ რომ თქვენთან ვარ. Quan onjuvajgirobuvashki radio marchklep, chkatash ტრადიციულო ართიანს შევხვდოდით ირიათოდო. მოხიოლ მართალო, კინე ართო იპაფოდო, ბრელ ოინტერესე ამბებში კიფჩიებოდ. ძალიან გვიხარია და რატომ მეგრულადაც მისალმება ეს მათთვის ვინც პირველად გვისმენს. ძალიან ცოტა მეგულება ვინც არის ის ჩვენი გადაცემის შესახებ. ისეთი გამოხმაურება აკასი არა ბატონო. კი ბატონო, კი ხალბატონო. როდის დაიწყება და ძალიან ენატრებოდა ხალხს ეს გადაცემა და გვიხარია ძალიან. ჩვენ გეგმაში კი გვქონდა ამ გადაცემის დაბრუნება ცხადია გაგრძელება უბრალოდ, მაგრამ აი ასეთ თუ იქნებოდა თქვენი მონდომება და მონატრება ამ გადაცემის მიმართ მართლა არ გვეკონა. ეს გადაცემა გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და არის ნამდვილად უპრეცედენტო, არის ჩვენი ექსკლუზივი, იმიტომ რომ რადიო სივრცეში, ეხლა მე თავს არ გამოვიდებ სადღაც აღარ ვიცი, მაგრამ რადიო სივრცეში არის ერთადერთი ექსკლუზიური გადაცემა, რომელიც გადის ორ ენაზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ თემას. ბატონლაშა, რაზე ვსაუბრობთ დღეს? ძალიან საინტერესო თემა გვაქვს სხვათა შორის, დავაანონსეთ შარშად. კი ბატონო და ამასობაში ვინ ჩვენი ერთგული მსმენელია, მათ კარგად ახსოვთ, რომ ჩვენ დავანონსეთ, რომ ვისაუბრებთ გენდერზე. ამ შემთხვევაში უფრო აქცენტი გაკეთებულია ქალთა უფლებებზე, მათ მდგომარეობაზე და მათ როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა პოზიცია ჰქონდათ, რა როლი ჰქონდათ და ამას განსაკუთრებით ხაზს გაუსვამ და შესაბამისად მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. ყაო მეგრელი კოლხი ქალები სხვათა შორის ძალიან ცნობილი არიან თავიანთი გრადი ხასიათით. ამას აღნიშნავენ უცხოელებს, რომ ეს ამაზე აქცენტი გაკეთებულია. ზუსტად აი უცხოელი მოგზაურები, მისიონერები ამას ხაზგასმით და ერთნიშნულად ყველა აღიარებს ერთა იმას, რომ ძლიერი ქალები არიან და დომინანტები არიან ოჯახში. რომ მართავენ და მე სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ დღესაც კი ოჯახში დიდი გავლენა აქვს ქალს და შესაბამისად ფაქტურად საოჯახო პოლიტიკას ქალბატონები მქმნიან მანდილოსნები. აი გესმით, მამაკაცებო, ესე აყურადღებით ეხა ბატონლაშა მოუყვება ამ ყველაფერს ჯერ მეგრულად თავისთავად და შემდეგ უკვე ქართულად. გისმენთ ბატონლაშა, ძალიან საინტერესო ამბები გველოდება წინ. ხო ბატონი, კუნდასკოპ დიეთ გაუკეთენք ასნაუნას საქორთუოს გიშარჩქნელი ისტორია ტრადიციები და ჯულუ. ნამუთ ურსხოეფიშთოს ვადოსკილატე უძირაფუო. ათი მეჯინებში ოინტერესერე მუჭომდ გენდერის თემა ჯვეშ ბორჯის. ნამუთ ეჭარილაფნა სხვადასხვა გილმაულარებს და მისიონერებს. ორაგადერე თინა ხოლო ნამუთ და ევროპელ მისიონერების ეჭარუების გარდა მიღუნა სხვადასხვა ეპოქაის ძირაფილ არქეოლოგიურ კულტურებს. სოდე ჯგიროიძირე ნამუთ და სამიაროს ოსურ ადამიანის გიშაკერზაფილ დომინანტ როლ უღუდ. მართაერე მატრიარქად ბრონზეშ ბორჯის პატრიარქატო გინირთუ, მარა სინანდვილეს ჩქინი რინას ოსურ ადამიანს კიდუ ფანია შულიერი, მორალურ და ეკონომიკურ ლიდერო. ათე ტრადიციებით გუმორძღაფილ ქორთულ და მუშაო კორაგად თინეფიშკას მარგალურ ფანია გერცხირე ოსურ ადამიანის პრაქტიკულ გონერშადო წიმე ჯინაშა. ტიპიურ მარგალურ ფანიას ხშირას მაფსკალიაშ ფანიას უგურუანა, სოდე დიდა მაფსკალიაშარე გერცხილ მთელ სოციალურ ეკონომიკულ რინა. ისტორიულო ოსურ ადამიანების ფუნქცია ჩქინქიანას ირო მონკარდუ მუშენდა ხალგერდუ სოციალურ მინოვალებებით. თენა არტ მეჯინათ შილები მანგარ მონკატიძირე დასუნ მარა მაჟრა აკანიშ მეჯინა თენარ დჩქინ ოსურ ადამიანების უგმურთუ მეჯინა. ათეს ორწყედეს ევროპაში მუნავლა სხვადასხვა მისიონერებ და მენცარებ. თინებ არ ზართნე რო იჩიებდეს ქორთუ და თინებშკას მარგალ ოსურ ადამიანების მეჯინეს სისკვამаше, გონერებаше, გურაფილობაში და თის ხოლო ზოხო იჩიებუდეს ნამუთ და თინებს აქტიურ როლ უღუდეს მუჭოთ მუნეფიშ ფანიას უნ თეშ სამიაროს საქვარუას ხოლო. თენეფი
შვართალიატანიშ დო სკვა მეჯინაშ რენა ცხენანჯობათ უჩქუნა ჯილორუას ნარდ მიმინო გილაუნა კილეშა გეხუნაფილო და გილუღუნა შკვილდო კოპულია ჭარუნს ანთასამშო შეჯდოარწანას მისიონერ პავლე მარია ფაიანსური ევროპულ ლიტერატურას ფორთ ოსურ ადამიანებ ხანტილ ვარემუჭოთ ხვალესქვაეფინთეშ სისქვამეწ მართო მუჭოთ აქტიურ სამიარო პერსონეფინთეშ ხოლორენა ეჭარილ ნამუსოთ უღნა თიშინ ძალიერება მუნეფიშ დუდ გაშერშკინანდო დოთხილუან მუნეფიშ ალობან ხოლო ტავერნიე გიშაკერძაფილო იჩიებ ნამუდა სისქვამაშ გარდა ფორთ ოსურ ადამიანებს ხოლო არტ კაბეთ უმენტაშობა უღნა ვინემც აზიაში სხვა ქიანაშ ოსურ ადამიანებს თენარე მუნეფიშ დუდშულობა ანთაჩ ხოროშკვიცანას შვეიცარიელ გილმალ იუონიში მეჯინათ ფანიას ოსურ ადამიან კაბეთ ავტორიტეტით გიშარჩქნირე მუშ უდეშ 4 კიდაშ მაჯინერე მარა სამიარო საქვარუებს ხოლო კომოკათაშე ეკოსკლადერ მუთუნით ვარე თენა თითუმოსო ორაგადრე მუშენდა თექიანას მუკე მაჰმადიანებ გუხორანადო თინეფი წეს ოსურ ადამიანს ყალე კომოკოჩიშ გოგულაშ თუდო ჩინებულენს ჟან შარდენის შიჩიებ ხოლო თექიანას სამარგალოს მუნეფიშ ჯულიsh მეჯინათ ჭიჭედო კაბეთი სკეჩის გუშუგორუო ჰართოჭკომნა მაფადონ თელ მუშ ეკმავენჯებ მეცხენეებ მშივიშ მეკოროცხილო დიაუფალ მუშ სეფა ოსურ ადამიანებით მუნეფიშ ოსურ სკვალებით მოარხებდო თინეფიშ ეკმავენჯით და ბოლო ლაქიაშა ჟან შარდენ ჭარუნს ნამოდა თინეფიშ მარგალ ოსურ ადამიანებიშ მუკაკუნალ ბარგი პარსელი ოსურ ადამიანებიშ ბარგეს მოგენს მარა თუმაშ ხონუა და მუკოლუაფა თუმაშ გერთაფა ევროპელ ოსურ ადამიანებსალე უჩქუნა შაკ ფრასუა გამბა ხოლო იჩიებ ჩქინობურა ოსურ ადამიანებიშ სისკვამადო ფიზიკურ ძალიერებად გოჩიჩინაფილien მონაწიშე ჭოფუაშ ბორჯის თისთინახოლე უკენ ძალიერ ხოლორენანია თაკიან ოსურ ადამიანებ და იჩიებ მონაწიშე ჭოფუაშ ბორჯის ცხაბებდო ოსურებ დუდე უჭოფუო მუშებაშე ონერზუნა კომოკათას ნამოსუთ ბირადო ართიანიშ დო ძახინელ ოძიცებით ორთუნა მათიშ მოწამეურეკია იჩიებ გამბა შარშარდე ხოლე ჭარუნს შვააკანო მარგალებ ჯგირჯიშიერ კათარე კოჩებგი შეგორუნან ძალიერ მეჯინათ ოსურ ადამიანებს ისმას კომეფრენა ოსო ჟინოსკვა ოსურ ადამიანებს შეგორუნა მუნეფიშ მეჯინათ ინემს უღნას მანგარ სკვა მეჯინადო ოსვისვინანა ნამუთ აუცლებერო მუგეწონებ კოჩის მავითობრო უკუნ საქურთუოშა ქმორთ აბა დელაპორტეკ თენახოიოთ ესიჩიებ მავე შებლებო აფთქვენ თაკიან ოსურ ადამიანებშე ათექიანას თიშ პატიეკო გეცუდას ნამუდა სისკვამაშ ოდაბადე გოგო ქიგიადვას ჯოხონათ უგუჯუნო ოსურ ადამიანს თა გვალეჭიჭეს ძირუნგ ირ ბიჯის თოლ საწესერუანს ოსურ ადამიანების სისკვამა მა მოძინელო ვებჩიებუკ ვეშილებე უმოს მანგ პიჯიშ ნაკვეთებ უმოს სკვამ ფიგურა და უმოს გრაციოზუი გილულაშ მანერა ვინემს თე ქორთუ და მარგალ ოსურ ადამიანებს უღუნანი ათე სკვამი შურიელებ თიშერენა გორჩკინე ნამუდა უორდან და შვას ხოლო დუდ ქოვოროფუანინ მართალო თინებშა გური გორგილაფირო ვენგაჯინნე ჟირხოლო ციტატას იზრე ნამუთ ჩქინ ოსურ ადამიანებ მუნეფიშ დუჩულობათ პროვინციალებშე შორსნადო თაშრეთლებ ეხანტილი ასეთი ნახოლო ქობთქვა ჯვე საქურთუოს ჯგირო მაჩინებულ ცხოე პარტნერო იჩიებნა საქურთუოშ ოსურ ადამიანებს ჩქინაში მეღებаше და მუშტერ კაბეთ წადინ უღნა თეში თინეფიშ გინოჩამად ჯვე საქურთუოს თინეფიშ გასამარგალოს ოსურ ადამიანებ კომოკათაშე უმენტაშე გონათელდეს უმოსო უორდეს წინგიშ კითხირი არქანჯელო ლამბერგიშ გინოჩამად ჭარბოდო კითხირი ამ დღას შუროთვე უაფუთ თაკ ოსურ ადამიანებს ნა უთხლიუდეს გონიან მითინს ქაკო კითხირი ქედიგურუასენ ოსურ ადამიანებშაკო ქიმერთას და ქედიგურუას შარდენ ხოლო თაში ჩიებ მარგალებშკას უმენტაშო ჭარბოდო კითხირიშ მარჩკინდე ოსურ ადამიანებრენა ჟან პატის ტაბერნიე ხოლო იჩიებ ახალეფიშ ორდალო მონასტერებდო სემინარია უღნა სოდეთ ცხაბებ უმოსო გურაფლინა ვინემს ბოშეფი მონასტერ დუ თიმბორჯის საქრისტიანოს თა როგურაფ მარა უმოსო ბაღანებს ოსურ ადამიანებ მუნეფიშ უდეს ფანიას უგურვანდე ჭარუა კითხირს და შხვა აუცლებერგინო ჩამუებს ჟან პატის ტაბერნიე ჭარუნს სემინარია ცხაბებ პაპეფიშ უმოსო ხოლო გიშერჩკინენა დუს გურაფაშ გეშა ჯგირო ქედიგურუნა ნუკულ გოკონდა მონასტერს დოსკიდან ვარდა ჟინოსკვალებს მოინალანინ თიმიღენა ახსარებას და ბაღანეფიშ ნათუას იჭყანა აფორმენა ცხაბდობოშიშ გურგინუას აზიარენა და თაში მუჭოთ მიჩქუნა თენა თენებიშ მე შხვა ქიანებს ვაუღუნა ნა მანგარო ინტერესე ინფორმაციას გინებჩანა ტავერნიე თესიჩიე ფრანკ ბოტანიკოს ტურნეფორ ხოლო ათეშ თარი ბაზას თუ ნამოდა ბოშეფ მიშეს ოლიმებშა და თინეფიშ მანგიორო მონასტერ ცხაებ იჭყანდეს ნინალობას ათაშ ნამოდა მავითოშკვითა მავითობრუ უკუნის საქორთუოს და სამარგალოს ტიპიურ ფენომერ თუ ოსურ ადამიანებიშ ულა პაპე
პეფო ენა თეში ერჩქილუა მუჭო პრეისტორულ კოლხეთის მაფა აიეტი შოსურსკუა მედეა შეჭარუა ყოფტკუათ ასე პოლოსენ ევროპული გიმავლერები შეჭარუა ჯუე საქართველოს ქორთუ და მუშაკო რაგად მარგალოსო ადამიანებს თინებშკას გიშეგორუდეს მუნეფის სისკვამად გონერობად გონათებად სამიარო საქმეებს აქტიური როლით თინეფის შეჭარუა თენებრე ბოლოშა ემანსიპირებული გამოთ უკენა თეცარალებობა ჩხეწმახული ევროპას მოგდანია კოსურ ადამიანებს აი ზუსტად არის აღწერილი იმიტომ რომ აი ჩვეულებრივი ქართველი მეგრელი ქალზე რომ ამბობ ხოლმე მეგრელი ქართველი რაღაცა ცოტა კი მე ხო რაღაცნაირად მაწუხებს კიდევაც მაგრამ მოდი რადგან მეგრული გადაცემა და აქცენტს კოლხეთზე ვაკეთებთ და სამეგრელოზე მოვთქვათ მეგრელი თუმცა მეგრელი ქალი არის ზუსტად დახასიათებული თავისი ლამაზით ხასიათი მეგრელი ქალი თუ გაბრაზდა მტრისას კი ბატონო ტერი შოლაგეს კონანდი თუ გაბრაზდნენ და ის კაია რომ მარტო ლამაზები არ არიან ჩენჯა ხოლო რენია სკვამია მაგრამ აი უყურეთ ხასიათი როგორი გამოკვეთილია და როგორ ზუსტად აქვთ აღწერილი და ზუსტად ეს ჩვენი სოციალური ურთიერთობა ჩვენი ყველაფერი დგას სწორედ აი ქალზე ზუსტად აი მემკვიდრეობითობა ის გადმოცემა იმ ტრადიციების კულტურის ანუ ფაქტიურად აი დღესაც კი როდესაც აი ვთქვათ ვაჟიშვილი თუ რაღაც არ გამართლებს აი ქმარი უბრაზდება მეუღლე ცოლს რომ აი შენი გაზრდილი რა იქნებაო ვთქვათ მაგრამ აი ვთქვათ როდესაც კარგი ვაჟკაცი აი კარგი დედის გაზრდილი არისო და შესაბამისად ანუ იგივე ასულებზე შეიძლება კი ბატონო ადრეც ასე იყო ხო ადრეც ასე იყო კი და სხვა შორის ხვარი არა ადრეც იყო გაყოფილი კოჩის საქორ და ოსურის საქორ ჯეშო ოსურის საქორს კოჩო აქიმინუნ დვარა კოჩის საქორს ხო ქართუდეს osure ხაჭკუნდეს ბარგუნდეს ანუ როგორ არის ქალის და კაცის საქმეს მეტწილად ქალიც აკეთებდა კი ბატონო ხო თავისთავად მაგრამ აი ქალის საქმეში ადრეს რცხული იყო კაცი ეხა ხომს არ შეაზავდა არ გარეცხდა სარეს ეხა სხვა დრო არის მაგრამ აი ქალის სიძლიერე იქიდან მოდის რომ ქალს შეეძლო ორივე საქმე ეკეთებინა კი ბატონო და ეს გამოიწვია იმ გარემო პირობებმა რომ სამწუხაროდ აი მამაკაცებს უწევდათ სულომიანობა ჩვენ მოგეხსენებათ ისეთ საგარეო სიამაში ვიგვიწევდა ურთიერთობა მუდმივად მტრები გვეხია გარს სამწუხაროდ მოყარე ნაკლები იყო დავინე მტერი და ამიტომაც მამაკაცთა რიცხოვნება მცირდებოდა მე მათი აქტიური ჩართულობა სამეურნეო საქმიანობაში ვერ ხერხდებოდა ამიტომ ეს უკვირთ უცხოელებს ანუ თვითონ ევროპელებს კი მაგრამ რამ გამოიწვია ეს რომ ასეთი აი ამან რო ყველა ჯარში მიდიოდა ხუთზე კაცი ფიზიკურად ლამაზები არიან და მე ისიც უკეთ რომ აი ესეთ ძიმე შრომა და ჯაფა აქვთ მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს რომ მათი ლამაზეზეო და მოკლედ ორმაგი ჯაფა აქვთ და მაინც რო ლამაზები და ართ მაჟიას ვაცილუნშო გეგმამ ჩიქოძირით და მოგეთ ბატონაშა ჩვენ კი გავიგეთ მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც არც თუ ისე კარგად ფლობენ მეგრულ ენას კი ბატონო მათთვის ქართულად საქართველოს თავისი მრავალსაკონი ისტორიით გამოირჩევა თავისი სამკურნალო ტრადიციებით დაწესებით და სოციალური ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებით ამ ურთიერთობათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გენდერის თემა და საკითხი და უკვე ჩვენ ფაქტურად ძირითადად გვექნება საუბარი მე-17-18 საუკუნეებზე მაგრამ მცირე პატარა ექსკურსი გავაკეთოთ აი თვითონ არქეოლოგიურ კულტურებში როგორ იყო ეს ჯერ კიდევ საქართველოში აღმოჩენილ სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურებში კარგად ჩანს საზოგადოებაში ქალის დომინანტი როლი მიუხედავად იმისა რომ ბრინჯაოს ხანაში მატრიქატის საბოლოოდ შეცვალა პატრიარქატმა ქართულ სინამდვილეში ქალი რჩება ოჯახის სულიერ მორალურ ლიდერად მას ასევე შეთავსებული აქვს ოჯახის სამეურნეო გამკარგების ფუნქცია სწორედ ამ ტრადიციებით არის ნასაზრდოები ქართული და მათ შორის ბუნებრივია მეგრული ოჯახი რომელიც დაფუძნებულია ქალის პრაქტიკულ გონერებასა და წინ დახედულობაზე ტიპიურ მეგრულ ოჯახში შეიძლება დადარებენ ფუტკრის ოჯახს სადაც დედა არის შემოქმედი და ოჯახს შიგნით ქმნის მთელ სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობასა და აყალიბებს წესრიგს ისტორიულად როგორც საქართველოში ქალის მხედრი არ იყო ბუნებრივი ადვილი მას იმ თავითვე მძიმე სოციალური ვალდებულებები გააჩნდა რაც ერთის მხრივ შეიძლება მკაცრ მოცემულობად მოგვეჩვენოს მაგრამ მეორე მხრივ ეს გარემოება აყალიბებდა ზოგადად მეგრელი და საერთოდ ქართველი ქალის სახეს ეს აუცებდა უცხოელ განსაკუთრებით შუა საუკუნეების ევროპელ მისიონერებს და მოგზაურებს ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ ადგილობრივი ქალბატონების ფიზიკურ სილამაზეს განსწავლულობას და მამასთან ძლიერ ხასიათს საქართველოში მოხვედრილ უცხოელ მოგზაურთა ყურადღებას ქართველი ქალების სილამაზესთან ერთად ისიც იპყრობდა რომ ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასევე ოჯახშიც ისინი ტანმაღალნი მშვენიერნი მოყვანილობასანი არიან ცხენოსნობაც იციან სანადიროდ მიმინო დაყავთ ხელით და თან დააქვთ შვილდისარი და კაპარჭიო წერდა ჯერ კიდევ 1621 წელს მისიონერი პავლე მარია ფაიანცელი ევროპულ ლიტერატურაში ქართველი ქალები დახატულნი არიან არა მარტო როგორც მშვენიერი ქმნილებანი არამედ აგრეთვე როგორც აქტიურად მოქმედნი პირნი რომელთაც შესწევთ საკუთარი თავის გამოვლენის უნარი და ძალუც დაიცვან თავიანთი უფლებები ტავერნიეს საგანგებოდ აღნიშნავს რომ სილამაზის გარდა ქალებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ აქ მეტი თავისუფლებით სარგებლობენ ვიდრე აზიის ყველა სხვა ქვეყნის ქალები 1907 წლის შვეიცარიელი მოგზაური ეიუონის გაკვირვებით ოჯახში ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის 4 კედელს შორის იგი სრული მბრძანებელია მაგრამ
საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არაფრით დგას მამაკაცზე უკან. თვით კონსერვატორი წრეებშიც კი, რომლებიც ახალ სოციალურ იდეებს არ თანაუგრძნობენ, ისინიც კი აღიარებენ მათ უფლებებს. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხალხი მუდამ მაჰმადიანებით გარშემოწყვეტილი ცხოვრობდა და ახლაც მათი უშუალო მეზობელია. ჟან შარდენი ამბობს, ამ ქვეყანაში სამეგრელოში ჩვეულების თანახმად ყველანი განორჩეულად სქესისა ერთად ჭამენ. მეფე და მთელი მისი ამალა, მეჯნიბეების ჩათვლით, დედოფალის სეფექალები, მისი ასულები, მოახლეები და ყველა თანხმლები პირნი უკანასკნელ ლაქიამდე. უცხოელ მოგზაურთა ინტერესს ქართველები ჩასმულობაც იწვევს. ჯერ ჟან შარდენს მოусმინოთ. მათი იგულისხმება მეგრელი ქალების ტანსაცმელი სპარსელი ქალების ტანსაცმელს ჩამოგავს. თმის დავარსნა და დახვევა ევროპელი ქალები მსგავსად იციან. ჟაკ ფრანსუა გამბას გაუოცებია აქაური ქალების ფიზიკურ გამძლეობას. კისა და რთოლის დროს ქალიშვილები და ცოლები მამაკაცებს ეჯიბრებიან თავგამოდებულ შრომაში, რომელსაც მუდამ გამამხნევებელი სიმღერა და შეძახილები ახალისებს. მე მოწმე გახდით მათი შრომაში გაჯიბრებისა. ჟან შარდენი ასევე წერს, მეგრელები ძალიან კარგი ჯიშის ხალხია, კაცები კარგი აღნაგობის არიან, ქალები კი ძალიან ლამაზები. მაღალი წრის ქალებს რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, რაც ხიბლავს. მე შემხედრია მათ შორის მშვენიერი აღნაგობის ქალები, დიდებული იერით, საუცხოო სახით და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლებისგან თითქოს ტრფიალს ითხოვენ. მე-18 საუკუნეში საქართველოში აბატმა დელაპორტმა იმოგზაურა და ის აღწერს: მე არ შემიძლია გაუცების გარეშე უმზირო მათ. ეს ქვეყანა ღირსია იმისა, რომ სილამაზის საბრძანებელი დაერქვას. შეუხედავი ქალი აქ დიდი იშვიათობაა. ყოველ ნაბიჯზე გვამავებს ქალების სილამაზე. მე არ ვაჭარბებ. წარმოუდგენელია იმაზე უფრო სწორი სახის ნაკვთები, უფრო ლამაზი ფიგურა და უფრო გრაციოზული სიარულის მანერა, ვიდრე ის ქართველი ქალებისთვის რომ არის დამახასიათებელი. ამ შვენიერ ქმნილებებს სწამთ, იმისთვის არიან გაჩენილი, რომ უყვარდეთ და სხვასაც შეაყვარონ თავი და მართლაც მათ გუგლად ვერავინ ვერ შეხედავს. ორივე ციტატაში პროვინციალიზმისგან სავსებით თავისუფალი ქალების იხატება. ძველი საქართველოს მცნობი უცხოელები ერთმანეთს აღნიშნავენ ასევე ქართველი ქალების მიდრეკილებას განათლებისკენ. მათი ცნობით, ძველ საქართველოში ქალები მამაკაცებზე მეტად ეტანებოდნენ წიგს. არქანჯელო ლამბერტის ცნობით, ქართული წერა-კითხვა დღეს სულ მოსპობილი იქნებოდა აქ, რომ ქალებს არ შეენახათ იგი, ისე რომ თუ ვისმეს უნდა კითხვა შეისწავლოს, უნდა რომელსამე ქალს მიებაროს სასწავლებლად. შარდენიც ამბობს ამას. მეგრელთა შორის წერა-კითხვის მცოდნენი ქალები უფრო არიან. ჟან ბატის ტავერნი იმასაც გვაუწყობს, სად განისწავლებიან ქართველები. ახალგაზრდობის აღსაძლებლად მათ მრავალი მონასტერი და სემინარი აქვს, სადაც გოგონები უფრო მეტად სწავლობენ, ვიდრე ვაჟები. მონასტერი მთელ ქრისტიანულ სამყაროში ძირითადი საგანმანათლებლო კერა იყო, მაგრამ ჩვენში დაწყებითი განათლების მიღება წერა-კითხვის მასობრივად თვისებას ქალები საკუთარ სახლში ეწეოდნენ. ჟან ბატის ტავერნის წიგნიდან ვკითხულობთ, ქალიშვილების სწავლაში თვით მღვდლებზე მეტ სიბეჭდას იჩენენ და კარგად დახელოვნების შემდეგ მონასტერში დარჩებიან თუ დიდებულთა სამსახურში შევლენ, ღებულობენ აღსარებას, ნათლავენ ყმაწვილებს, აფორმებენ ქორწინებას, ასრულებენ ზიარებასა და სხვა ამგვარ საეკლესიო ფუნქციებს. რამდენადაც ვიცი, ასეთი ჩვეულება ამ ქვეყნის გარდა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის. ამასვე იუწყება ფრანგი ბოტანიკოსი ტურნეფორის. ასეთი უკიდურესი საჭიროება მტერთაგან ყოველმხრივ შევიწროებულ, გამოუდმებულ ომებში მყოფ იმდროინდელ საქართველოშიც არსებობდა. ვაჟები ომობდნენ, ეკლესიაში მათ ნაცვლად სამსახური ქალებს უკისრიათ. ამრიგად, წიგნის მასობრივად მცოდნე მანდილოსნები, მღვდლის ფუნქციის შემსრულებელი ქალები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული სუსტი სქესის წარმომადგენელი, მე-17-18 საუკუნეები საქართველოსთვის ერთობ დამახასიათებელი ტიპობრივი მოვლენაა, რომელიც უმთავრესად იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ მამაკაცთა უმეტესობა სამხედრო საქმით, მტრის მოგერიებით, განუწყვეტელი ლაშქრობებით იყო დაკავებული. ეს ისე ჟღერს, როგორც პრეისტორიულ კოლხეთის მეფის აიეტის ასულის მედიას დახასიათება. ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი და ყველამ ერთხმად აღიარა ის, რასაც ვამბობთ ჩვენ. და დღემდე არის შემორჩენილი მსგავსი ხასიათი, სიმტკიცე, მეგრელი ქალის, კოლხი ქალის და რა თქმა უნდა ხასიათი და სილამაზე. ხადია მე აქვე მინდა დავაანონსო, რომ ძალიან ბევრი გადაცემა გქონდა ლოგიკური გაგრძელებით, ხო რაღაც სერიებად და ასე შემდეგ. მაგრამ ეხა ამ სეზონზე ასე არ იქნება. ძალიან ისიც დაარავურებთ, მაგრამ აი მაქსიმალურად რაც უფრო აქტუალურია, რაც უფრო საინტერესოა, მრავალფეროვანი თემები გვექნება. გავურევთ ხოლმე შიგადაშიგ და აქვე გეტყვით თუ მასალები მოგეპოვებათ ეთნოგრაფიულ ვარიაციებზე, მოგვაწოდეთ ჩვენ რა თქმა უნდა თქვენი სახელით გავაჟღერებთ პირდაპირ ეთერში, განვავრცობთ და ასე შემდეგ. თუ ურცელია შევამოკლეთ, მოკლედ ყველანაირად მოვერგებით ამ სიტუაციას. პირველ რიგში დიდი მადლობა სწორედ ეს რომ თვითონ ის რადიოსმენისგან თუ წამოვიდა ინიციატივა დიდი სიამოვნებით მაგ თემაზე მოვამზადებთ. შემდგომში რადიო გადაცემას უბრალოდ ეხლა მინდა რომ ზოგადად ორი თემა მაქვს და თქვენ რომელსაც მირჩევთ
ანუ ერთი არის ხა ჩვენ ქალბატონებს ვისაუბრებთ და მეორე აი საზოგადოებაში იყო კიდევ გამოჩენილი აი ახალხანს ვიყავი სამძიმარზე და ესო დუდკოჩი არის ანუ ესე ირონიულად ითქვა და დუდკოჩი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სოციალურად დიდი ტვირთის მატარებელი ადამიანი რომელსაც თავის ძალიან დიდი ფუნქციები გააჩნდა. დიახ, არ თქვათ მეორე თემა, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა, დღემდე არსებობს. მაშინ კი დუდკოჩი კი, მაშინ ეს მაშინ მეორეს არ დავასახელებ რა. რადგან დღემდე შემორჩა და ეხა მის სულზეც დაგხვდათ ეს ამბავი, ესე იგი აკtualურია. ისე გამიხარდა რომ აი ეს დუდკოჩი ამოთ ეს ირონიულ კონტექსტში ისა, ანუ მასე ქვია ეხა მეც ვიცი რომ აბარია მან და 1000 ამბავი და მაღაზია დამოკიდებული როგორ წავა ეს ხელეხები და ამბები. ბატონო და კიდევ ახალი იყო ჩემთვის აღმოჩენა რომ მაგის ბებიაო სოფელის დიდარდუა, ანუ სოფლის დედა იყო და საინტერესო და მე მოვიძი რაღაც მასალები. ხო, ანუ რაღაცა მას ჰქონდა ვალდებულები მასაც რომ აი თქვა რაღაცა გარდაიცვლებოდა იქ თავის ფუნქცია ჰქონდა, ქორწილში თავისი ფუნქცია ჰქონდა, ყოველ სოციალურ იმაში ურთიერთობაში და ესეც საინტერესო იქნება შემდგომში. ძალიან კარგი ამბები გელოდებათ და გველოდებათ წინ. ჩვენ მზადა ვართ, ასე რომ თქვენს აქტიურობას ველოდებით და მეტი კომენტარები. მე ვიცი რომ ძალიან ბევრს საუბრობთ გარეთ, ძალიან ბევრს განიხილავთ ეგრეთ წოდებულ ჩატებში, პირად საუბრებში, წერთ პირადად ბატონლაშას, მეც მწერთ და არ არის სირცხველი. პირიქით ჩვენ გვაწყობს სიტუაციისთვის კარგია, ყოველს თავისი მოსაზრება აქვს და ჩვენთვის ყოველს მოსაზრება მისაღები მეტი კომუნიკაცია. დატოვეთ შეტყობინებები Facebook გვერდზე, დატოვეთ შეტყობინებები YouTube-ზე, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. მოკლედ ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. ცოტა სელეკი გამოგვივიდა, მაგრამ პირველია სეზონის და გვეპატება ამ შემთხვევაში. უფრო ლაკონურად შემდგომში უფრო. კი ბატონო, იმედი არ გადაგღალეთ, მადლობა ყურადღებისთვის ბატონლაშა. დიდი მადლობა საინტერესო გადაცემისთვის და საინტერესო საღამოსთვის. დიდი მადლობა თქვენ, გაიხარეთ, უღმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დაგემშვიდობებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჭირო ქორდათ, ხორონთ ხამელო კოოპედათ მიარეწანებს. მეც დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ გადაცემა სახელწოდებით ოდაბადის კინოხონი, რომელიც გადის ყოველ ხუთშაბათს ათინათის პირდაპირ ეთერში FM-ზე 105 და 9. გვისმინეთ როგორც ინტერნეტით, ასევე FM-ზე თაყვალ ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებგვერდზე რადიო ათინათი წერტილიჯი, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე. გადაცემას უძღვებოდით მე სოფიო ხუსიშვილი და ისტორიკოს მკვლევარი ლაშა ჯიქია. ჯირო ზოჯუნდათ. გადაცემის ოდაბადის კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.